თქვა ეს ჩემი პირადი ამბავია, ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე კარგი პირობები მქონია, ციხეში ტელევიზორი მქონია. თავსახად კარგია ის, რაც ადრე ხდებოდა, რომ არ ხდება ეხლაც, მაგრამ თუ იმას გონია, რომ ჩემთვის ციხე კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს უსურებ იგივე სიტუაციას 4-დან 6 წლამდე. ალბათ. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ ქალბატონო ნინო. ეხლა რაც შეეხება საქმეს და პროტესტს. მე შევეხები ქართული ოცნების დროინდელ პროტესტებს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე ცუდად 2019 წლამდე ცხოვრობდით შვიდად. შემდეგ შემოიყვანეს გავრილოვი, კობახიძემ, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვიშვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი 1 და შემდეგ იყო რუსული კანონი 2, როცა მთელი ერი ბედნიერი ვიყავით, კალათბურთით, რაგბით, ფეხბურთით, არ გვაინტერესებდა არანაირი განსხვავებები და მე პირადად საბერძნეთთან თამაშის შემდეგ უცხო ადამიანებთან ერთად ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვტიროდით. ამ დროს შემოაგდეს ეს კანონი და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი, ჩვენ ერთმანეთი კაცი, ეს უკრაინელები სხვა მათ შორის თუ ადამიანი არის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შეცვალა და ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოს უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ თუ რამე ვინმე ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს და მე დაუსვამ კითხვას თუ გამცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ელაპარაკებიან, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, იმიტომ რომ მათთან ძლიერები არიან, სუფთა ადამიანებთან ვერ დაილაპარაკებიან. ეხლა რაც შეეხება უკრაინელები ვახსენე და მე მაქვს ესეთი და პროპაგანდა სხვათა შორის ვიდეო მაქვს ნანახი, პოსტივის ვიდეო, სხვადასხვა პოსტივის და სუსის ზოგადად იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები. ბარიდან ამოსული მთრალი ნასვამ მდგომარეობაში ინგლისელი კაცი ყავთ გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპულიდან ჩამოვიდა საქართველოში თავრობის დასამტვრად. სერიოზულად ეს ვიდეო გავაზიარე Facebook-ზე და დავცინე და დამბლოკეს. ეს ადამიანებიც აქ მხოლოდ იმის გამო არიან, თქვენ რომ ვიცოდეთ, რომ პროპაგანდისტურმა მედიებმა და არხებმა და ყველანაირმა საშუალებამ გამოიყენეს, რომ უკრაინიდან უკრაინელები ჩამოვიდნენ და მაიდნის მოწყობას აპირებენ აქტუალურად. ყველაფერი მე გამიგია იარაღის ჩადება, წამლის ჩადება, ქვის ჩადებას გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად. და ასევე მინდა შევეხო პროტესტის მე ვცხოვრობ გერმანიაში. რამდენიმე თვე და პროტესტის პროგრამები გერმანიაში როგორი იყო. შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც პროტესტი ჰქონდა ქუჩის ერთ დასაწყისში, სასტვენებით, ტრანსპარენტებით დაიწყებდნენ სკენას, შეძახილებს, ჩავიდოდნენ ქუჩის მეორე მხარეს და მეორე დღეს ეს მოთხოვნა იყო შესრულებული 90%-ში. ჩვენ სანამ არ დაგვილეწავენ, სახეს არ გაგვიერთიანებენ და მაგ შემთხვევაშიც არავინ არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ იქ ხალხი ხელფასის მომატებას ყოველ ვითხოვდა. კანონი არ მიიღოთ. ეხლა მორალურად თქვენ რომ ვიცოდეთ რა გადაწყვეტილების გამოტანა მოგიწევთ, რუსული კანონის დროს, აქციების დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი. და რატო აპროტესტებით, რომ არ ვარგე ეს კანონი. ვამბობდით, რომ საზოგადოება რომ არ ვარგა, ნუ მიიღეთ. ამის გამო ადრეან ხალხი დააკავეს, 1-5 წელი მიუსაჯეს და რამდენიმე თვის წინ გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ეს კანონი არ ვარგოთ. ანუ რასაც ჩვენ მეუბნებოდით, მე რაც მიიღეს ახალი ისიც არ ვარგა და საერთოდ რა კანონსაც მიიღებენ გასამკაცებლად არც ერთი არ ივარგებს, იმიტომ რომ ყველა იქნება რეპრესიული. ანუ თქვენ ეხლა მოხდეს ისე, რომ ჩვენ მოგვისაჯოთ, შემდეგ გაუშან კობახიძე და ვიღაცამ კობახიძეზე თქვა, როგორც კახარიაზე იძახიან დღეს, რომ კობახიძეს 28 ნოემბერს არ უნდა იხდა, ის ჩვენ უნდა ვიყოთ ციხეში. ეხლა რაც შეიძლება
რაც შეეხება ჯგუფურ დანაშაულს კონკრეტულად მე ჯგუფურ არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ მაგრამ მაინც ჯგუფური საინტერესოა ჯგუფური ძალადობა გარდა იმისა რომ თქვა ეს ზოგი ნოემბრის ბოლოს არის დაკავებული საქმეზე მტკიცებულებებით ზოგი დეკემბრის დასაწყისში და გაუკვირდათ მაგრამ მე არ მიკვირს მე მგონია რომ პროკურატურაში ანუ ხო არის პლანეტების სხვა დროის სისტემები რო აქვს რა შემიძლია პროკურატურაში არის ერთი 60 საათიანი დღე ამიტომ შეიძლება ჩვენ გამოვიდეთ ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი ადამიანები ამასთან დაკავშირებით რაც მინდა ვთქვა არის ის რომ მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რო შევასრულე მაგის მერე ჯგუფური არ მქონია არაფერი საერთოდ და ბოლოს დავასრულებ ციხეში შევხვდი 5 დეკემბერს დამიჭირეს 11 დეკემბერს შევხვდი ციხეში მამაჩემის დაბადების დღეს 11 თებერვალს ჩემი ძმის დაბადების დღეს მე დედაჩემის დაბადების დღეს და გუშინ გავხვდი 29 წელს და მინდა რომ ყველა მომილოცოს.